აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამა აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება. მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისათვის სემესტრულად 1000 ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს. აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს სტიპენდიის გაცემას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. Გავსი პროგრამების ფარგლებში 2025 წელს 100 მეტი სტუდენტი შეძლებს საზღვარგარეთ სწავლას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ერთი სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტი ეზიარება საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას. საერთო ჯამში ჩვენი სტუდენტები დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას მოახმარენ სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ხელისუფლების წარმომადგენლები შევხვდით პროგრამაში სტუდენტებს, ზოგადად ამ პროგრამის მიზანი არის ახალგაზრდების აკადემიური განვითარებისათვის ხელშეწყობა და რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს ქვეყანაში და რეგიონში ადამიანური კაპიტალი, ინტელექტუალური კაპიტალი და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოხმარდეს რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას. ერთი სრული სემესტრი გავიარეთ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, სადაც მივიღეთ შესაძლებლობა გავცნობოდით საერთაშორისო თანამედროვე საზღვაო სტანდარტებს, ასევე გავიცანით სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტები, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გავცნობილიყავით საერთაშორისო საზღვაო სფეროს